ბინადარი არ ყოფილა ისეთივე დიდებული, როგორიც მეგალოდონი იყო. მეცნიერები ამბობენ, რომ მეგალოდონები უამრავი წლის წინ გადაშენდნენ, მაგრამ ასეა ეს სინამდვილეში. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ჩვენს დროში ის საკუთარი თვალით ნახეს. სხვები კი ამბობენ, რომ ეს გიგანტი თანამგზავრმა დააფიქსირა. აი ეს ფოტოც. თუ კი გადაშენდა, მაშინ ეს რა არსებაა? მოკლედ, ამ ყველაფერს უფრო დეტალური დაკვირვება სჭირდებოდა, ამიტომაც დღევანდელ ვიდეოში შევკრიბეთ ფაქტები, რომლების მიხედვითაც ჩვენს დროში მეგალოდონი ისევ არსებობს. მაშასე, ყურადღებით უყურე ვიდეოს ბოლომდე. 2021 წლის ივლისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი საზღვაო ექსპედიციის დროს ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს არსება, რომელიც გემზე მყოფების აზრით მეგალოდონი იყო. ექსპედიციის პერიოდში ერთ-ერთი მონაწილე გემზე ავიდა ტექნიკური ხარვეზის გასასწორებლად, რა დროსაც სიმაღლიდან აი ეს დაინახა და საკუთარი ტელეფონით გადაიღო. ეს მამაკაცი ფიქრობდა, რომ დაინახა მეგალოდონი, რომელიც შთამბეჭდავი ზომის იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ, გავს ეს უზარმაზარი ზვიგენი მეგალოდონს? ბიჭის თქმით, ამ ზვიგენის ზომები შთამბეჭდავი იყო და ის სხვა ვერაფერზე ფიქრობდა იმ დროს, მხოლოდ ის უტრიალებდა თავში, რომ ეს გიგანტური არსება იყო მეგალოდონი. ნუ თუ ამ ზღვის გიგანტმა გადაწყვიტა ასე მოულოდნელად გამოჩენილიყო ოკეანის ზედაპირზე და ამდენ ადამიანს ეჩვენა ერთდროულად. საინტერესოა. გიგანტი ინდონეზიიდან. დააკვირდით ამ ვიდეოს, რომელიც ინტერნეტშია გავრცელებული. ეს ვიდეო სულ 20 წამი გრძელდება. აქ ჩანს უზარმაზარი ზვიგენი, რომელიც წყლიდან ხტება ზემოთ. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ეს უზარმაზარი ზვიგენი მეგალოდონი იყოს? ეს კადრები ინდონეზიურ ახალ ამბებში გავრცელდა, ამიტომაც კონტექსტი უცნობია. ამ შემთხვევაში, რასაც უნდა დაუჯეროთ, ეს მხოლოდ ჩვენი თვალია, მაგრამ როგორ გავარჩიოთ მეგალოდონი ჩვეულებრივი დიდი ზომის ზვიგენისგან? ესეც ლოგიკური კითხვაა. ვიცით, რომ მეგალოდონი და ჩვეულებრივი დიდი ზომის ზვიგენი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მეგალოდონის ძირითადი აღწერილობა, რომ შეგვეძლოს გარჩევა. ეს უბრალოდ დიდი ზვიგენია თუ ის დიდებული ზღვის მონსტრი, რომლისაც ერთ დროს ყველა არსებას ეშინოდა. და რადგანაც სოციალურ ქსელებში დღეს ძალიან ბევრი ტვირთავს ვიდეოს და წერს, რომ მეგალოდონი დაინახა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს რეალური კადრების ყალბისგან გარჩევა. ამისთვის კი მოდი ზოგადი ცნობები გავიხსენოთ მეგალოდონის შესახებ. მეგალოდონი ზღვის გადაშენებული სახეობაა. ითვლება ყველა დროის უდიდეს ზვიგენად და შესაბამისად უდიდეს თევზად მსოფლიოს ისტორიაში. აღმოჩენილი ნაშთების საფუძველზე მის არსებობას მოიაზრებენ ადრეული მიოცენიდან პლიოცენის დასრულებამდე. სიტყვა მეგალოდონი ბერძნული ენიდან მოდის და გიგანტურ კბილს ნიშნავს. 2020 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად მეგალოდონის სიგრძეში 16 მეტრს აღწევდა, რაც დიდ თეთრ ზვიგენს სამჯერ აღემატებოდა. მისი თავი დაახლოებით 4 მეტრი და 65 სანტიმეტრი იყო. ზურგის ფარფლი ზრდასრული ადამიანის სიმაღლეს უტოლდებოდა, ხოლო კუდი თითქმის 4 მეტრს შეადგენდა. ნაშთები ნაპოვნია წყალმარჩხ ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში, ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტის სანაპირო ზოლთან ახლოს და კონტინენტური შელფის რეგიონებში. კბილის ფორმით ჰგავდა თანამედროვე დიდ თეთრ ზვიგენს. განიხილება მასთან ნათესაური კავშირის, თუმცა ეს ჯერჯერობით მაინც კვლევის საგანია. სავარაუდოდ წარმოადგენდა კვების პირამიდის უმაღლეს საფეხურს. ნადირობდა კბილიან და უკბილო ვეშაპებზე, სერენებზე და სელაპებზე. ზრდასრულს ბუნებრივი მტერი არ ჰყავდა და მოზარდი შესაძლოა სხვა ზვიგენების მსხვერპლი გამხდარიყო. მეგალოდონის გადაშენება დაკავშირებულია ოკეანის ტემპერატურის კლებასთან, რაც კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია. ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება მისი ძირითადი მსხვერპლის, უკბილო ვეშაპის ხელმისაწვდომობის შემცირება და ბუნებრივი კონკურენტების, მაგალითად დიდი თეთრი ზვიგენის და ცელნამგალა ვეშაპის ზრდა. მოგეხსენებათ, რომ ორივე არსება სასტიკი მონადირეა. ესეც მეგალოდონის ზოგადი აღწერა. ახლა დაუბრუნდეთ კადრებს, სადაც, როგორც ინტერნეტ მომხმარებლები ამბობენ, მეგალოდონი დაინახეს. 2016 წლის იანვარში ავსტრალიის სანაპიროზე შეამჩნიეს 7 მეტრის სიგრძის ზვიგენი. ეს ზვიგენი ძალიან დიდი იყო, თუმცა ზომით ვერ უტოლდებოდა მეგალოდონს. გიგანტი ზვიგენი იმ დროს დაინახეს, როცა სანაპიროს დაცვა ვერტმფრენით პატრულირებდა. სანაპიროს პატრულის თქმით, ეს არსება იმდენად დიდი იყო, რომ მთელი ეკიპაჟი გაოცდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიგანტი ზვიგენი სანაპიროდან 100 მეტრში დააფიქსირეს. ამ დროს კი სანაპიროზე ხალხი იყო. სანაპიროს დაცვა მაშინვე საქმეს შეუდგა. სასწრაფოდ აცნობეს ეს საზოგადოებას და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს ყველა. დაიწყეს ევაკუაცია. წყლიდან ამოვიდა ყველა ადამიანი. ისინი სანაპიროზე იდგნენ და თვალს ადევნებდნენ მოვლენებს. გაიჟღერა ვერსიამ, რომ ეს მეგალოდონის შვილი იყო.
შედარებით პატარა მონსტრი. თუმცა, ესეც მათი ვერსია, ვინც ის დაინახა და იმ მომენტში ემოციებისგან აღარ იცოდნენ თუ რა ეთქვათ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ თუ კი ეს მეგალოდონის შვილი იყო, ახლომახლოს გამოჩნდებოდა ნამდვილი 16 მეტრის სიგრძის მეგალოდონიც, რომელსაც ვერ გადაურჩებოდა ვერავინ. სანაპიროს პატრულის თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი ზვიგენი, რაც კი ოდესმე უნახავთ. მათი სიტყვები კი უნდა დავიჯეროთ, რადგან ამ პროფესიის ადამიანს ძალიან ბევრი რამ აქვს ნანახი ზღვაზე. უზარმაზარი არსება გამორიყა ზღვამ სანაპიროზე. თუ კი თქვენ ზღვის მონსტრების ნამდვილ მოყვარული ხართ, მაშინ ეს კადრები აუცილებლად დაგაინტერესებთ. დააკვირდით ამ ვიდეოს. აქ ჩანს, რომ რაღაც მკვდარი უზარმაზარი ზღვის არსება გამორიყა წყალმა სანაპიროზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ის არ ჰგავს ჩვეულებრივ ვეშაპს. ზოგადად ვეშაპები სიკვდილის შემდეგ ხშირად ჩნდებიან სანაპიროებზე, რადგან მკვდარს ადვილად მიაქანებს დინება. თუმცა, ეს არსება ზომით ძალიან დიდია და ის მოგვაგონებს ზვიგენს. აქაც აღნიშნავ, რომ ამ კადრებზე ინფორმაცია არ მოიპოვება და კონტექსტიც უცნობია. და რადგანაც თქვენ უკვე იცით მეგალოდონის ზომები და მისი აღწერა, შესაბამისად წარმოდგენაც გაქვთ მის შესახებ, ამიტომაც თავად უნდა გადაწყვიტოთ, ეს მკვდარი არსება მეგალოდონია თუ უბრალოდ დიდი ზვიგენი, რომელიც სიკვდილის შემდეგ დინებამ ნაპირზე გამოიტანა. მეგალოდონის კბილი. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად სანაპიროზე სეირნობთ. ტკბებით ბუნების სილამაზით და აღტაცებული ხართ ზღვით. ამ დროს კი ხედავთ ისეთ რამეს, რაც თქვენს შოკირებას იწვევს. არტეფაქტს, რომელიც ათასობით წლისაა. ასეთი შანსი შეიძლება მილიონში მხოლოდ ერთი იყოს. თუმცა აი ამ წყვილს ჩრდილოეთ კაროლინადან გაუმართლა. ეს ჯესიკა და საიმონ ოუენსები არიან. ისინი სეირნობის დროს წააწყდნენ უზარმაზარ კბილს, რომელიც რამდენიმე 1000 წლის იყო. დააკვირდით, რა მხელა კბილია. ის ადამიანის ხელის გულის სიგრძისაა. ჩნდება კითხვა, შესაძლოა, რომ ეს მეგალოდონის კბილი იყოს. ნამდვილად საინტერესოა. სურათი თანამგზავრიდან. Google-ის საოცარი რამეა. ის ძალიან გვიმარტივებს ცხოვრებას. ინფორმაციის მოძიების კუთხით ეს ნამდვილი სენსაციაა. აი ეს ვიდეოც რომ შედგა სწორედ Google-ის დამსახურებაა. Google-ში ვაწყდებით თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებს. შესაძლოა ეს სურათები გარკვეულ საიდუმლოებებსაც შეიცავდეს. საინტერესოა, რას ვხედავთ ამჯერად თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებზე. 2017 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა თანამგზავრული ფოტო, რომელზეც როგორც მეცნიერები ამბობენ, შესაძლოა გამოსახული იყოს მეგალოდონი. აი ეს ფოტო. ამ ფოტოს შესწავლის შემდეგ მეცნიერების ვარაუდით შესაძლოა ეს უზარმაზარი ზვიგენი 20 მეტრს აღწევდეს. ამ ზომებიდან გამომდინარე მივდივართ ვერსიამდე, რომ ეს შესაძლოა სწორედ ის გიგანტური მონსტრია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა არის ეს სინამდვილეში? თანამგზავრის ხარვეზია თუ რეალურად მეგალოდონია, რომელიც თანამგზავრმა დააფიქსირა. ვერსიები არ წყდებოდა იმ დროს, როდესაც ის გამოჩნდა. მოგვიანებით გაჩნდა დამატებითი ინფორმაციაც, რომ ფოტო გადაღებული იყო სპარსეთის ყურეში და ეს არის ადგილი ირანსა და არაბეთის ნახევარკუნძულებს შორის. ის ჰორმუზის სრუტით უერთდება ომანის ყურეს, არაბეთის ზღვას და ინდოეთის ოკეანეს. სწორედ სპარსეთის ყურეში ჩაედინება ტიგროსი და ევფრატი. ამიტომაც გაჩნდა კიდევ ერთი კითხვა. შესაძლოა, რომ ეს უბრალოდ რომელიმე მდინარის მონსტრი იყო და მეცნიერებს უბრალოდ ის შეეშალათ და მეგალოდონი ეგონათ. ეს უცნობია, მაგრამ ფაქტი ჩვენს წინაშეა. რაღაც დიდი, რომელიც ძალიან ჰგავს მეგალოდონს. მთლიანობაში მთელს მსოფლიოში ასეთ საკითხებზე ბევრი მსჯელობს და საუბრობს. ფაქტები არსებობს, როგორც თანამგზავრის ფოტოები, ასევე ვიდეო ჩანაწერები და სხვა უამრავი რამ. თუმცა ასევე საყურადღებოა მეთევზეების მონათხრობებიც და მათი თვალით ნანახიც. მართალია მეთევზეებს სახელი აქვთ გატეხილი ამ მხრივ და ყოველთვის აზრიადებენ ნანახს, მაგრამ მათი მოსმენა ღირს, როცა მეგალოდონზე ვსაუბრობთ. გადავინაცვლოთ სამხრეთ ავსტრალიაში 1918 წელს. დეივიდ სტედი გაგზავნეს საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში გასარკვევად. დეივიდ ჯორჯ სტედი იყო ავსტრალიელი ნატურალისტი, საზღვაო ბიოლოგი და ავტორი, რომელიც ცნობილია თავისი მოღვაწეობით საზღვაო მეცნიერების სფეროში და ავსტრალიურ ლიტერატურაში შეტანილი წვლილით. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავსტრალიის საზღვაო ცხოვრების გაგებაში და დაწერა მრავალი წიგნი და სტატია ამ თემაზე. 1918 წელს ადგილობრივი მეთევზეები უარს აცხადებდნენ პორტის დატოვებას და ზღვაში არ შედიოდნენ. ყველაფრის მიზეზად კი აი ამ შემთხვევას ასახელებდნენ. ერთ მშვენიერ დილას მეთევზეები ბადეების ამოსაღებად გავიდნენ ზღვაში. დღე მშვენიერი იყო და ერთი შეხედვით არც არაფერი საფრთხე არ არსებობდა. ისინი მივიდნენ პატარა კუნძულამდე, სადაც წინა დღეს მეთევზეებმა მახეები და ბადეები დაამაგრეს თევზების და კრაბების დასაჭერად. ბადეები ერთ მომენტში ფსკერზე რიფს გამოედო. ამიტომაც რამდენიმე მეთევზე ჩასაყვინთად მოემზადა. როდესაც მათ ზღვაში ჩაყვინთეს, ძალიან მალე შეშინებულები ამოვიდნენ სათევზაო ნავზე და ამბობდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა წასულიყვნენ იქედან,
რადგან დაინახეს უზარმაზარი ზვიგენი, რომლის მსგავსიც იქამდე არასდროს ენახათ. ამ ზვიგენმა მათი მახეები, რომლებიც კრაბებით იყო სავსე, მთლიანად გადაყლაპა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს შესაძლოა მეგალოდონი ყოფილიყო. ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს ენახათ. მათ სასწრაფოდ დატოვეს ის ადგილი და მას შემდეგ ზღვაში გასვლის ეშინოდათ. როცა ზემოხსენებული დეივიდ სტედი ამ მეთევზეებს შეხვდა, ისინი უმტკიცებდნენ, რომ დაინახეს 35 მეტრიანი ზვიგენი, რომლის თავიც ავტომობილის ფარეხის ზომის იყო. ეს ცოტა სასაცილო მონაცემებია, მაგრამ შეშინებული მეთევზეები თავგამოდებით ამტკიცებდნენ თავიანთ ნათქვამს. დეივიდ სტედი უკვე გამოცდილი მეცნიერი იყო იმ დროისთვის და კარგად ესმოდა ამ მეთევზეების. სტედმა იცოდა თუ როგორი და რა ზომის არსებები ბინადრობდნენ იმ წყლებში. ის ვერ დაუჯერებდა შეშინებულ და იმავდროულად გაუნათლებელ მეთევზეებს, რომელთა ნათქვამიდანაც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე იკვეთებოდა. თუმცა დეივიდს ერთი რამ კარგად ესმოდა. მეთევზეები შეშინებულები იყვნენ. მათი ზღვაში არ გასვლა ნიშნავდა მათივე ოჯახების შიმშილს. ისინი ასევე ვეღარ იშოვიდნენ ოჯახის სარჩენ ფულს. სწორედ ეს მთავარი ფაქტი აფიქრებინებდა მას, რომ მეთევზეებმა მართლაც დაინახეს რაღაც უზარმაზარი, თუმცა არა 35 მეტრიანი არსება. ეს ფაქტი დეივიდ სტედისთვის ნამდვილი თავსატეხი აღმოჩნდა. დღეს უკვე როცა იმ შემთხვევიდან 1 საუკუნეა გასული, უბრალოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მეთევზეები რეალურად წააწყდნენ რაღაც მონსტრს, რომელიც შესაძლოა მართლა იყო დიდებული მეგალოდონი. HMS Challenger იყო ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების იალქნიანი სამხედრო ხომალდი, რომელიც ცნობილია თავისი მნიშვნელოვანი წვლილით საზღვაო მეცნიერებასა და ოკეანოგრაფიაში. ეს გემი ეკიპაჟთან და მეცნიერებთან ერთად ითვლება ინოვაციური სამეცნიერო ექსპედიციის ავტორად. ამ გემის დახმარებით იმდროინდელმა მკვლევარებმა არაერთი დიდებული აღმოჩენა გააკეთეს. Challenger-ი თავდაპირველად აშენდა და პირველად გაუშვეს 1858 წელს, როგორც სამხედრო ხომალდი სამეფო საზღვაო ძალებისთვის, თუმცა 1870-იანი წლებისთვის ის აღარ იყო შესაფერისი სამხედრო სამსახურისთვის, ამიტომაც მისი მთავარი დანიშნულება ექსპედიციები გახდა. გემი ყველაზე ცნობილი გახდა Challenger-ის ექსპედიციით, რომელიც 1872 წელს დაიწყო. ექსპედიციის მთავარი მიზანი იყო მსოფლიო ოკეანეების სისტემური და ყოვლისმომცველი სამეცნიერო კვლევების ჩატარება, ზღვის წყლის ფიზიკური თვისებებიდან დაწყებული საზღვაო ცხოვრებით დამთავრებული. სწორედ Challenger-ს ეხება შემდეგი აღმოჩენა, რასაც მეცნიერები მეგალოდონს უკავშირებენ. 1875 წელს მკვლევარებმა ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს ეს გიგანტური კბილები. მათ მეგალოდონის 20 სანტიმეტრის სიგრძის კბილები ამოიღეს ფსკერიდან, სულ 10 ცალი. კბილებზე დაკვირვებით აღმოჩნდა 1000 წლის წინანდელ მეგალოდონს, რომელიც როგორც ჩანს მოკვდა და მისი ნარჩენები ფსკერზე აღმოჩნდა. ესეც ჩვენი ახალი და საინტერესო ფაქტები მეგალოდონის შესახებ. გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. აუცილებლად გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. მე კი შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით.